ახლა მოვისმინოთ ჩვენ ყველამ ერთად სომეხი არქიმანდრიტის ინტერვიუ წმინდა ცეცხლის პროცესიაში სომხების მონაწილეობის შესახებ. Греческий монах ბერძენ მონაზონს მაცხოვრის საფლავის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტს კუვუკლიაში დახურული კანდელი შეაქვს, რომელსაც ყველა ხედავს. აქამდე შიგნით უკვე დგას კიდევ ერთი კანდელი და მას შემდეგ რაც მასში აქვს იქ ლამპარი, 2 წუთის შემდეგ გამოდის. კეტავენ კარებს და როცა იწყება საფლავის გარშემო ბერძნული პროცესია, ბერძენი პატრიარქის მეთაურობით სამჯერ გარსულიან საფლავს, გალობენ სასულიერო ჰიმნებს. მესამე წრეზე მათ უერთდება სომეხი არქიმანდრიტი ან ეპისკოპოსი, იერუსალიმის სომეხი პატრიარქის წარმომადგენელი. პატრიარქი თავად ნიშნავს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ წელს ცერემონიაში. ის უერთდება ბერძენ პატრიარქს, მიდის კუვუკლიის კარებთან. შემდეგ ბერძენ პატრიარქს ისინი სამოსხდიან, რომ შვიდად იყოს. შემდეგ ის შედის საფლავზე, მასთან ერთად სომეხი არქიმანდრიტიც. ორივე შედის შიგნით, მუხტს იყრიან, ლოცულობენ. ორთავეს აქვს თავისი ლოცვანი. ბერძნული ლოცვა უკვე არის ქვაზე დაწერილი, ხოლო სომეხი იერარქს თანში აქვს. კანდლებით განან, რამდენი არქიმანდრიტი და ეპისკოპოსიც არ მონაწილეობდა ამ პროცესიაში, უკანასკნელი 500 წლის მანძილზე, რომელთანაც მე მისაუბრია, ისინი აცხადებენ, რომ როცა შედიან, 2 კანდელი ანთია. სხვადასხვა განმარტება, ჩვენ არასდროს განგვიცხადებია, რომ სასწაული ხდება. სასწაული იმ თვალსაზრისით, რომ ცეცხლი არ არის და ზეციდან გარდამოდის. თუმცა ასეთი შემთხვევები ყოფილა. სომხური მხარე ამბობს, რომ მათ არ მიაჩნიათ, რომ იქ ხდება სასწაული და ისინი ამბობენ, რომ როდესაც შედიან სომეხი იერარქი და მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში, რომელიც ცენტრში მდებარეობს, იქ 2 ლამპადა უკვე დგას, ხო? ანუ ცეცხლი იქ უკვე არის და გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩხრეკენ პატრიარქს, რომ სანთებელ არ შეიტანოს ან ასანთი, სიწრუეა, ხო?